მსოფლიო კინოინდუსტრიაში, სადაც ყოველწლიურად მილიარდობით ბილეთი იყიდება, განსაკუთრებული ყურადღება და აქტივობა რამდენიმე კონკრეტულ კინოთეატრზე მოდის. სწორედ ესენი არის სივრცეები, სადაც მაყურებლის ნაკადი თითქმის არასდროს წყდება და თვეში ასეულობით 1000 ბილეთი იყიდება. ყველაზე მონახულებადი კინოთეატრების რეიტინგში ხშირად პარიზში მდებარე UGC Cine Cité Ali სახელდება, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ და ხმაურიან უბანში მდებარეობს. ამ კინოთეატრს წელიწადში დაახლოებით 2,5 მილიონი მაყურებელი ჰყავს, რაც ნიშნავს, რომ თვეში საშუალოდ 200-დან 230,000-მდე ბილეთი იყიდება. მისი პოპულარობა პირველ რიგში მდებარეობითაა განპირობებული. კერძოდ ის ფორუმ დე ალის სავაჭრო ცენტრშია განთავსებული. ზუსტად იმ ტერიტორიაზე მდებარეობს, სადაც ყოველდღიურად ასობით 1000 ადამიანი გადაადგილდება. ამასთან 20-ზე მეტი დარბაზი და მუდმივად განახლებადი რეპერტუარი მას პრაქტიკულად კინოს ქალაქად აქცევს. საინტერესოა, რომ აქ ხშირად ინდუსტრიული კინოჩვენებებიც ტარდება, სადაც კინოკრიტიკოსები და პროფესიონალები ახალ ფილმებს აფასებენ. მეორე გამორჩეული მაგალითი მადრიდის კინეპოლის Madrid Ciudad de la Imagenis კინოთეატრია, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კინოკომპლექსი. მაყურებლის რაოდენობა ყოველწლიურად დაახლოებით 2 მილიონს აჭარბებს, ხოლო თვიურად 170-დან 200,000-მდე ბილეთი იყიდება. კინოთეატრი 1990-იან წლებში გაიხსნა და თავიდანვე მასობრივ გამოცდილებაზე იყო გათვლილი. დიდი ეკრანები, მრავალდარბაზიანი სისტემა და პრემიერების მასშტაბური ჩვენებები. მისი წარმატების განმაპირობებელი ფაქტორი კი სწორედ ეს ფორმატი გახდა. მესამე პოზიციას კვლავ პარიზული Le Grand Rex-ის კინოთეატრი იკავებს, რომლის მთავარი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ის არამხოლოდ კინოთეატრი, არამედ ისტორიული კულტურული სივრცეა. ის 1932 წელს გაიხსნა და დღემდე art deco სტილს ინარჩუნებს. მისი მაყურებლების რაოდენობა წელიწადში მილიონს აღწევს, თვიურად კი დაახლოებით 80-დან 90,000-მდე ბილეთი იყიდება. თანამედროვე მულტიკომპლექსებისგან განსხვავებით, მისი მთავარი ხიბლი ატმოსფეროა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი დარბაზი ევროპაში და ვარსკვლავიანი ცის ეფექტი, რაც მაყურებელს სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას თავაზობს. ამერიკის შეერთებულ შტატებში კი ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული კინოთეატრი კი Empire 25-ია, რომელიც ნიუ-იორკის Times Square-ზე მდებარეობს. ტურისტული ნაკადისა და მუდმივი პრემიერების გამო მას წელიწადში 1,5 მილიონზე მეტი სტუმარი ჰყავს და თვიურად დაახლოებით 150,000 ბილეთი იყიდება. მისი ისტორია AMC ქსელის გაფართოებას უკავშირდება, როდესაც კომპანიამ ის ერთ-ერთ მთავარ ჰაბად გადააქცია, სადაც ჰოლივუდის ბლოკბასტერები ფართო აუდიტორიისთვის ხშირად პირველად ჩნდებიან. აზიის ბაზარზე კი განსაკუთრებულად კორეაში, კონკრეტულად სეულში მდებარე CKV Yonsan iPark Mall-ის კინოთეატრი გამოირჩევა, რომელიც ამავდროულად ტექნოლოგიური ინოვაციების ცენტრადაც ითვლება. მისი მაყურებლების წლიური რაოდენობა 1,5 მილიონს აღწევს, ხოლო თვეში 120,000-ზე მეტი ბილეთი იყიდება. აქ ისეთი ფორმატებია წარმოდგენილი, როგორიც 4DX და ScreenX-ია, რაც მაყურებელს ფილმის უფრო მეტად შეგრძნების შესაძლებლობას უქმნის. ახალგაზრდა აუდიტორიას კი სწორედ ეს ინოვაციური გამოცდილება იზიდავს. საერთო ჯამში ამ კინოთეატრებს რამდენიმე საერთო მახასიათებელი აქვთ. ისინი დიდ ქალაქებში მდებარეობს, მრავალდარბაზიანი ინფრასტრუქტურა აქვთ. მაყურებელს ტექნოლოგიურად გაუმჯობესებელ გამოცდილებას და მუდმივად განახლებად კონტენტს თავაზობენ. სწორედ ამ ფაქტორების ერთობლიობა განაპირობებს იმას, რომ თითოეული მათგანი თვეში ასობით 1000 მაყურებელს იზიდავს და მსოფლიო კინოინდუსტრიის ლიდერებად რჩებიან.